რობერტ სტურუას ინტერვიუ, რომელიც პრესისა და სოციალური ქსელის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა აღმოჩნდა. სკანდალის მიზეზი კი ცნობილი რეჟისორის ერთი ფრაზა გახდა, რომელსაც მოყვა საპასუხო სტატიები ბეჭდურ მედიაში. რეჟისორ რობერტ სტურუას ინტერვიუ სააგენტო საქინფორმში დაიბეჭდა. ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს სიცრუის ქვიშაში თავს. სტატია ამ სათაურით სკანდალური რობერტ სტურუას ერთი შეფასების გამო გახდა. ინტერვიუში რამდენიმე დეტალია, რაც ჟურნალისტის და რესპონდენტის არამხოლოდ პოლიტიკურ სიმპათიებზე მიუთითებს. ინტერვიუს დასაწყისშივე ავტორმა რესპონდენტი ამ სიტყვებით წარადგინა. საქინფორმის სტუმარია საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტი, გამოჩენილი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა. როგორც მოგვიანებით ირკვევა, საბჭოთა კავშირს ჟურნალისტის შემთხვევით არ ახსენებს. ინტერვიუს ავტორი შეკითხვას ასეთი ფორმულირებით სვამს. ბოლო პერიოდის კომუნისტებსაც თუ შევადარებთ, ზნეობაც, მორალიც, კანონიც იქ ბევრად უფრო მეტი იყო ვიდრე ახლა. ამ აგდებულმა მარაზმამდე მისულმა ამერიკულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვინც უნდა გააჩეროთ, შუმად ყველა გეტყვის, რომ მაინც რუსეთი ურჩევნია. გნებავთ კულტურულად, გნებავთ მენტალურად, გნებავთ რელიგიურად. ეს არ არის ბავშვობიდან გამოყოლილი ნოსტალგია. ჟურნალისტის ამ შეკითხვის უпростоრად კი მისი პოზიციის საპასუხოდ რობერტ სტურუა ხელისუფლების შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს და სკანდალურ ფრაზასაც ამის შემდეგ ახსენებს. ბათუმში გახდით. თქვენ გონიათ ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა არაფერია გაკეთებული. ბათუმი თურქულ ჩეჩმუსად გადააქციეს. ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია არ უნდა ჰქონდეთ? სომეხია და რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალული. რობერტ სტურუას ფრაზა სომეხია და რა ვქნათ გახდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა გამოცემებში განხილვის მთავარი თემა. ჟურნალ ლიბერალი ჟურნალისტმა სტურუას ღია წერილით უპასუხა. ბატონო რობერტ, მე რამდენი ჩავხედე ინტერვიუს ტექსტს, იქ შავით თეთრზე წერია. მიშე სომეხია და რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალული? უცნაურია რამ დიდიცგეთ ეს ფრაზა გეთქვა, თქვენ ხომ პოლიტიკოსი არ ხართ. ასეთ რამებს საქართველოში როგორც წესი გაკოტრებული ამ პირზე რძე შეუმშრალი პოლიტიკოსები ამბობენ, რათა საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენების მხარდაჭერა მოიპოვონ. სამწუხაროდ ამგვარი რამ ჩვენში ჯერ კიდევ ჭრის. ადამიანის ეთნიკურობის გამო დამცირებიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია. ის მშიერი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომელთათვისაც სპექტაკლის ითამაშეთ და დააპურეთ კიდეც სწორედ ფაშიზმს ებრძოდნენ. თუ ჩვენ ყველანი ძალიან არ გავფრთხილდით, თითოეული სიტყვა თუ არ მოვზომეთ, ფაშიზმი შეიძლება ისევ დაგვატყდეს თავს. თავსმოხვეული და უცხო კი არა ჩვენი ეროვნული ქართული ფაშიზმი. Xenofobიური გამონათქვამები ნებისმიერი ადამიანის პრეტენზიას აყენებს საზოგადოებას და მით უმეტეს ესეთი პოპულარული, ცნობილი და ყოველთვის საყვარელი არტისტის მხრიდან, როგორც არის რობერტ სტურუა. ნინო ბექიშვილი ღია წერილში ყველა ქართველისთვის და განსაკუთრებით რობერტ სტურუასთვის კარგად ცნობილ სომხურ გვარებს იხსენებს. ჟურნალისტი თვლის, რომ ქსენოფობიური გამონათქვამის გამო მხოლოდ მისი ავტორი არ სარალდება. ხო რომ შემხვდეს, როგორ უნდა გავუსწორო თვალი არაჩვეულებრივ ადამიანსა და მწერალს გივი შაჰნაზარს, თქვენი სიტყვების გამო ნამდვილად შემრცხვება. მით უმეტეს ვიცი, როგორ უხაროდა ქართული თეატრის ყველა წარმატება, როგორ გულშემატკივრობდათ. ასეთი კი ძალიან ბევრია თბილისელ თუ არა თბილისელ სომეხთა შორის. მე ვხერხულება, მაგრამ მაინც უნდა შეგახსენოთ რუსთაველის თეატრი მე-19 საუკუნეში სწორედ სომეხი მეცენატის ივანე პიტოევის შეწირული თანხებით აშენდა. აშენდა თბილისისთვის, ქართული კულტურისთვის, საქართველოსთვის. თეატრის პირველი დირექტორი პიტოევი იყო. სერგო ფარაჯანოვი თავის გენიალურ ფილმებს თბილისში სწორედ მაშინ იღებდა, როცა თქვენ სპექტაკლებს დგამდით. წარმოიდგინეთ, უცხოეთში ხართ და ვინმე ფარაჯანოვზე გეკითხებათ, ნუ თუ შეიშმუშნებით და იტყვით ლაპარაკის არ ღირს, ეგ სომეხიაო. ჟურნალისტებიც და სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ფიქრობენ, რომ ეთნიკურობის ასეთი ფორმით ხაზგასმა მით უმეტეს საჯარო და პოპულარული ადამიანისგან მიუღებელია. ეს ეთნიკური ნიშნით განკითხება, მისი გაკრიტიკება ეთნიკურ ჭრილში არის ყველაზე დაბალი და სამარცხვინო საქციელი, მიუხედავად იმისა, ეს პრეზიდენტს ეხება თუ რიგით მოქალაქეს. ეს სამარცხვინოა არამხოლოდ და შეურაცხმყოფელი არამხოლოდ სომხებისთვის, არამედ ამ შემთხვევაში სომხებისთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ეს ყველა იხსენებდა, რომ საქართველოს ეთნიკური დაპირისპირების და შეურაცხყოფის არაერთი მაგალითი 90-იან წლებში გაიარა. 21 საუკუნეში საზოგადოებაც და ხელისუფლებაც მსგავსი საკითხის მიმართ გაცილებით ფრთხილია. ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა
ჯგუფების წარმომადგენელი კი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ამაზე ხშირად პირადად პრეზიდენტიც საუბრობს, რომელიც არაერთხელ გამოჩენილა რელიგიურ დღესასწაულებზე ხან კათოლიკებთან, ხან პროტესტანტებთან, ხშირად მიუღია მონაწილეობა მუსლიმურ რიტუალებშიც. ვისაც ეზიზღება სომხები საქართველოს, მე ვიქნები სომეხი. ვისაც ეზიზღება აზერბაიჯანი, მთავრობაში ვიქნები აზერბაიჯანელი. ამას წინათ აღმოაჩინა რომ არ ოსი და დიდი სიამოვნებით ვიქნები ოსი. ეთნიკურად. რა თქმა უნდა დიდი პატივი იქნება რომ ვიქნები ებრაელი. მაგრამ დავრჩები ყველა ძალიან საეჭვო ადამიანზე მეტად 100%-იანი ქართველი. სკანდალური ფრაზის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ჩაცხრობა რობერტ სტურუამ მოგვიანებით Facebook-ის საშუალებით საკუთარ გვერდზე სცადა. რეჟისორი ინტერვიუში ნათქვამს სიტყვებს ასახსნის. მე მიყვარს სომეხი ხალხი, მაგრამ საქართველოს სომეხი კაცი რატომ უნდა აბურთავებდეს? ისედაც უნდა გავიკოთ რა მნიშვნელობა აქვს რობერტ სტურუას შემთხვევას. უნდა დავუსვათ რა მოხდა ერთი დღის წინ, შეიძლება დავუსვათ რა მოხდა ერთი დღის წინ კანის ფესტივალზე. როცა ძალიან გავლენიანმა რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა 200-იანი ფრაზა თქვა ნაცისტების და ჰიტლერის შესახებ. რა მოყვა ამას? მას აუკრძალეს კანის ფესტივალზე მონაწილეობა და მან მოიხადა ბოდიში. რეალურად რაც მინდა თქვა ის არის რომ საზოგადოების სიჯანსაღე იზომება არადაშობილი შეცდომით, არამედ იმ ფასით, რომელსაც ადამიანები შეცდომაში იხდის. საქინფორმის ინტერვიუდანვე ცნობილი ხდება, რომ რობერტ სტურუა გასტროლებით პარიზში, ლონდონში, შემდეგ კი რუსეთში მიემგზავრება, სადაც ქართველი რეჟისორი არამხოლოდ თეატრალურ წრეებში საკმაოდ პოპულარულია.